ამ წუთებში წინანდალში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში მიმდინარეობს. პირდაპირ ეთერში ვრთავთ წინანდალს. მე მოგესალმებთ ყველას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ფრაქციის გასვლითი შეკრება, საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი შეკრება აქ წინანდალში და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ყველანი მოვედით გრძელი გზით, ბატონო გია აცერიშვილა, რომელიც დღე-დაღამე კახეთზე საუბრით არასვენებს არავის დარობაში, მან კარგად იცის, მაგრამ მინდა დააჩერეთ გითხრათ, რომ ჩვენ ახლა 2 საათი დავჭირდა თელავამდე. აგვისტოში თველის დაწყებისთანავე დაიწყება დაპირებული გომბორისკის მშენებლობა და თბილիս-თელავის გზა შემცირდება 50 წუთამდე. რეალურად თელავი გახდება თბილისის გარეუბანი, ან პირიქით თბილისი გახდება თელავის გარეუბანი. ვის როგორ ურჩელია და ვის როგორ დაალახო, მე პირიქით მეორეს წინავდე არაფერი არ ვაქვს და დაწმებული ვარ რაც გახელებს. და მათაც ეს შეუწყობს ძალიან სერიოზულ განვითარებას ამ რეგიონის, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ეკონომიკური ემბარგოთი 1000 გვარი უმსგავსობით, რომელიც გამოიყენეს ჩვენ წინააღმდეგ ამ რეგიონის განვითარებას ხელს. ჩვენ ეს გზა, გომბორის გზა, სხვა ჩვენს ამ დღეებში ვიწყებთ თათო-ტყეშიას ველაპარაკობთ იმ დღეებში მესტიის გზის ბეტონის გზის მშენებლობას. თავის ძროზე ხო იგურისპილებით აშენდა მესტიის გზა, სრულიად მონგრეულია. მესტიამდე ერთ წელიწადში დავაგებთ ბეტონის გზას, ეს ნიშნავს, რომ სვანეთში 10-ჯერ მეტი ტურისტი ჩავიდა დღეს. და ეს რეგიონი ხალხი აღარ წამოვა, პირიქით გადასახდება, რომ ეს რეგიონი კარგად ამუშავოს. და ბევრი სხვა იცით აქ სხვა რაღაცები კეთდება ინფრასტრუქტურად და ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სოფლიო კრიზისი იმისათვის, რომ შევქმნათ ახალი ქართული ინფრასტრუქტურა. ფული იმისათვის გვაქვს, შედარებით იაფიღეს დღეს ბეტონის, ასფალტის, კიდაც და ეს არის კარგი მომენტი ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ შევქმნათ და საშვილიშვილო ინფრასტრუქტურა, რომელიც დარჩებათ ჩვენ მომავალ თაობებს. მეორე მე მინდა ასევე რომ ახლა კახეთში ვართ, ახლა ლაბარაკობთ გუბერნატორთან. ჩვენ აუცილებლად უნდა კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ხალხს აქ წელს 12-ში. ჩვენ გვაქვს პერსპექტივა სოფლიო ბაზარზე, ღვინის ბაზარზე გასვლის. პერსპექტივა კი ეს არის რეალობა და კიდევ ერთხელ ვეუბნები, ჩვენ უკვე შეგვიძლია მომავალ წელს გავყიდოთ იმდენივე ღვინო, რამდენსაც ვყიდით რუსეთის ემბარგომდე, ევროპის, ამერიკის და სხვა რეგიონალურ ბაზრებზე. ამისათვის და ეს იქნება უბრალოდ უკეთესი ხარისხით, ამისათვის ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ მეურნეობები და განვითაროთ მეურნეობები და ამისათვის სახელმწიფო როგორც უნდა უჭირდეს რესურსები, სახელმწიფო შარევა მევენახეების დასახმარებლად არის აბსოლუტურად აუცილებელი და ახლავე კარგად მოსაბზადებთ. ამის გარდაც ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბაზრებზე გასვლა სჭირდება შედგომი ჩვენი ყველაზე ერთობლივი ძალისხმევა. მე მიხარია ახლა შევხვდი ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს კერის და ამერიკის კონგრესში დაიწყო მოძრაობა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისკენ საქართველოსთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადასახადების გარეშე შევართ ამერიკის ბაზარზე. ეს არავინ მხოლოდ ნიშნავს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის განსაღებას და არამედ ასევე ნიშნავს იმას, რომ აქ ჩაიდება ფული იმისათვის, რომ ქართული წარმოება განვითარდეს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს ასეთ შესაძლო ბაზარზე. მე ახლა ვიყავი იორდანიაში, ქაოლ მეფის მოწვევით და მინდა გითხრათ, რომ იორდანიას მიიღო თავის დროზე ამერიკასთან პირველ რიგში თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, როგორც ჩვენ ვქრით ახლა ფოჩტო ქუთაისში. ასეთ ზონებისთვის გადასახადების გარეშე შესვლა ამერიკის ბაზარზე. და ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ის იორდანია მიუხედავად უცვლელი პირობების ასე განვითარდა მართლა ძალიან მაგრამ. მას არ აქვს აზნაუთობი ან გაზი. ეს არის პირდაპირ დამსახურება იმისა, რომ ამერიკის ბაზარზე შედიოდა უზარმაზარ ბაზარზე მათი ზონები და გადასახადების გარეშე. ამ ზონებმა დაკაჩა და ამ ზონებმა დაასაქმა იორდანიის დიდი ნაწილი. ჩვენ ბევრად უკეთეს პერსპექტივები გვაქვს, თუ ამას სწორად გავაკეთებთ და დროზე მივახცევთ და გამოვიყენებთ. იცით, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრი. ეს არის ევროპის პასუხი აგვისტოსონზე. და ჩვენ მოველით, რომ ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან და ჩვენ თანათან გადავალთ ეტაპობრივად უვიზო მიმოსვლას. ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხმა უნდა იაროს, ხალხმა უნდა ისწავლოს, ხალხმა უნდა ივაჭროს, ელემენტარულად დაისვენოს
იურთიერთოს და ჩვენი პროდუქცია უნდა გავიდეს, ესე პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ. სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი დადებითი რამ რაც სოფლიო კრიზისმა მაინც მოიტანა ჩვენს მიუხედავად ბევრი პრობლემისა, არის ის, რომ საგარეო ვაჭრობის ბალანსი ექსპორტი უფრო ნაკლებად ექსპორტით შეცდა, მაგრამ ექსპორტი შემცირდა ბევრად ნაკლებად, ვიდრე იმპორტი. ესე გაგვეზარდა სავაჭრო ბალანსი. მე მინდა ვთქვა, აი ყველა ვინც ეხა ხშირად გამოდის, ჩემი წინამორბედი და ჭკუას გვარიკებს. მე არასოდეს არ მიტყავს სარსულზე ბევრი ლაპარაკი. მაგრამ ეს იყო კაცი ხალხო, რომლის დროს ყოველ წელიწადს საქართველოდან თავარი საექსპორტო პროდუქტი იყო ჯართი. გავფიქრეთ ამას. ესე იგი რაღაცა შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს დიდი პოტენციალი და მთელი ამ კაცის არსებობის პირობებში და წინამთავრობის. ერთადერთი რითიც საქართველოს იყო დაკავებული ყველაფერი რაც იყო შექმნილი და გაკეთებული, ყველაფერი გაქონდა და ანიავებდა. და ამით ირჩენდნენ თავს. პირველი წელი, როცა ჯართი ჩამოვარდა თავარი მაჩვენებდა, იყო 2005-ის დასაწყისი. 2020-ში ვერ მოვასწარე, 2005-დან ჩამოვიდა, სულ ჩამოვიდა, ეხლა მე მგონი საერთოდ პრაქტიკულად მე ასე პოზიციაზეა ჩვენ საექსპორტო იმაში და აღარც გადის პრაქტიკულად საქართველოდან. აი განსხვავება არის ჩვენ მიღებას შორის, ეკონომიკას შორის და იმამდე რაც ხდებოდა, როიძახე რა შეიცვალა ვარდების რევოლუციაში. თუნდაც ეს შეიცვალა მარტო. მე საქართველოს გამნიევებელი, გამალადგურებელი ეკონომიკის ქვეყნა გადავიდა აღშენებლობითი ეკონომიკის ქვეყანაზე. და ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. იმიტომ რომ იცით რომ ყველაფერი დაჭრეს ქარხნები, აი ესე პირდაპირ. აქ დეპუტატები არიან, იციან, მაგრამ სენაკში იყო საოცარი ჩახშენებელი ქარხანა. მთელი ეს ჩარხები საზეიმოდ დაჭრეს და თითო ეს ჩარხი რაღაც ღირს ღირდა მრავალი მილიონი და ამ ვინც დაჭრა, ვის დააპრივატა იქ გამგებელს ქთამი მიცა და ეს რაღაცოთ როგორ იყო 20,000 დოლარი ღირდა გამგებლად დანიშნა. ჩადო 20,000 დოლარი გამგებლად დანიშნაში უბრალოდ ეს ვინც გააკეთა ეს კომბინაცია, ჯერ დააპრივატა ქარხანა, მივიდა ეკონომიკის სამინისტროში, გადაიხადა ქთამი, დააპრივატა ქარხანა, მერე ეს ქარხანა გაყიდა და იყიდა 50,000 დოლარიანი მერცედესი, გვალფარებია და ხმაყოფილი დადიოდა. ნახე, გაანიავა 30 მილიონიანი ქარხანა, 50,000 დოლარი მიცეს და კიდე უბრალოდ გაყიდა 70,000 დოლარი. 20,000 დოლარი ჩადო გამგებლად დანიშნაში, იყიდა კანცელარიაში და მერე გამგებლობდა კიდე იქ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აი ესეთი ქვეყანა იყო. და ჩვენ რეალურად კატასტროფა დავუკარგეთ, იცით რომ მაგალითად საკონსერვო ქარხნები, ხო? საკონსერვო ქარხნები. ეხლა ახალს ვერაფერს ვერ მოიგონა. პრინციპში თავარი პრობლემა საბჭოთა ქარხნების იყო, რომ ზედმეტ ენერგიას წოდა, მაგრამ ესეც შეიძლება შეცვალოთ დაგრები დანახარით. ყველა ეს საკონსერვო ქარხანა დაიჭრა, განადგურდა, გაჩანაკდა, აქ ბევრი იყო კახეთში და გვახსოვს. და წავიდა. რითი იყო გამგებლობას რო იყიდა, რასაკეთებდა გამგებელი? მილებს ყიდა. მიწიდან და იმილებს ყიდა. ყველაფერი რაც შეიძლება მოგესწა, გაგეკიდა, ჩამოგეგლიჯა, ყველაფერს აკეთებდა, ყველაფერს ანიავდა. ეს ხალხი უნდა გვარიკებდეს ხეშკუას და ეს ხალხი უნდა ითხოვდეს უკან დაბრუნებას და უკვე ხელახლა გამოხრას ამ ბოლო წლებში რაც შეიქმნა. და მინდა ყველამ დაფიქრდეს ამაზე. ჯართის ჩაბარება თუ იმესულდა, ძალიან ბევრი გალიებია და ჩვენია ჯართად გამოდგება და შეუძლია ჩააბაროს საკუთარი ჯართი. და ჩვენი ქვეყანა აწი შექმნის პროდუქციას და გავა საექსპორტო ბაზრებზე. მეორე საკითხი ეს არის ზოგადად პოლიტიკური დიალოგის და პოლიტიკური სიტუაციის საკითხი საქართველოში. მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს საზოგადოებას აღმოაჩნდა განსაკუთრებული სიბრძნე, განსაკუთრებული ორგანიზებულობა და ამ წამოეყო არც ერთ პროვოკაციას, რომელიც იგეგმებოდა საქართველოს შიგნით და საქართველოს გარედან. ჩვენი არაკეთილ მოსუნეების გაკვირვების ფონზე. მათი მოლოდინით ხო ქართველები ეგრევე ვარდებიან, ეგრევე ეგებიან პროვოკაციას, ეგრევე დაცხებენ ერთმანეთს, ეგრევე იწყებენ ერთმანეთის დაჭმას და თავარია პატარა შევკითინო და მე ყველაფერი თავისით მოხდება. არაფერი მსგავსი არ მოხდება. ქართული საზოგადოება, რომელსაც ძალიან უჭირს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი პრობლემები, რომელსაც აქვს დიდი გაჭირობა, დიდი წუხერი, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი არის ოკუპირებული, ძალიან აგრესიული და ძალიან საშიში ძალისხმეა.
ჩვენ ყავს 100.000 ტონური საქართველოში. აი ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ საზოგადოებას აღმოაჩნდა სიბრძნეც, შეელობის საოცარი უნარი, გამბედაობა და თავშეკავება იმისაც, რომ არ წამოგებულიყო არც ერთ პროვოკაციას. ამიტომ მე პირველ რიგში მინდა მართლა ჩვენ ყველას ვთქვათ, რომ ჩვენ ყველანი ვალში ვართ ჩვენი საზოგადოების წინაშე. მეორე მხრივ არის კარგი დიალოგი პარლამენტის შიგნით, ოპოზიციის წარმომადგენლების რაოდენობა შედარებით მცირეა, მაგრამ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა გამოკლებულ ადგილებზე წინაარჩევნების დროს არ დაგვისახელებია წევრები ჩვენი და მივცეთ საშუალება ოპოზიციას, რომ ერთმანეთში კონკურენცია გაეწიათ, იმიტომ რომ ყველანაირ დიალოგი უნდა ხდებოდეს პარლამენტის შიგნით. ასე ხდება ყველა ცივილიზებულ სამყაროს ყველა ქვეყანაში. ამიტომ პარლამენტის შიგნით მიუხედავად რომ ჩვენ არ თავხდებით და ყველა მყინო წერტილებზე მინდა დამეთანხმოთ, ალბათ გვითხავს ყოველთვის საპარლამენტო ოპოზიცია. იმაზე რაც რეალურად ხალხს აწუხებს. მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რამდენჯერმე ძალიან გაუბრაზდი იმის გამო, რომ დავით ჩავუთე ტელევიზორზე და რომელიღაც საპარლამენტო ოპოზიცია რა იზარს, რომ ამ სამინისტრო მართლა თავისი უგულოყო ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანების ინტერესები. და მართლა ზუსტად უთხოვენ წერტილში, რომ მართლა აწუხებს 20,000 ადამიანს, 500 ადამიანს, ნახევარ საქართველოს და შემდეგ. და მე სხვადასხვა მე მინდა საპარლამენტო უმრავლესობასაც და ჩვენ ხშირად გქონია გასულოთ ამაზე დახუნულ კარს მიღმა, ხიათად სამთევზო და დისკუსია. თავრობას სჭირდება სერიოზული საპარლამენტო კონტროლი. და ჩვენ ამ მართულებით რა თქმა უნდა კიდევ ვერ უკვე გასაკეთებელი, თუმცა რა თქმა უნდა დათომად ეტრემაც ძალიან ბევრი იმუშავეს, რომ ამ მიმართულებით წავიდეს საქმე სწორად. მაგრამ ალბათ კიდევ დიდი პოტენციალია ამ კუთხით. ამიტომ ეს თანაშრომლობა შედგა. რადიკალურ ჯგუფებს შორის მე მფიქრობ, მაინც უკვე გამოიკვეთა სხვადასხვა ფიგურები, მათ შორის ისინი, ვინც უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგებიან საქმეს, უფრო რეალისტურად აფასებენ სიტუაციას. ხა სხვადასხვა ხალხი არსებობს. არსებობს ხალხი, ვისაც ინსტრუიცო უკან დასახევი გზა არსად არის და თავარი რეცეპტი შერი პოლიტიკური წარმატების არის საკუთარი ქვეყნის არევა, ანგრევა, ეკონომიკის გაჩერება, ან დამუქრება ეკონომიკის გაჩერებით. კიდევ კარგი, სერიოზულად აღარ იღებს მოწოდებას, რომ რკინიგზას გადავკეტავთ, ყველაფერს გავაჩერებთ, ბიზნესებს მოკლავთ, თბილისს მოკლავთ. მაგრამ რამდენიმე კვირა ამ მოწოდებას იღებდნენ სერიოზულად. და ამან ძალიან დააზარალა არა საქართველოს თავრობის წევრების კომფორტი. ჩვენ მომთვენი ხალხი ვართ და ადირი ხანი არც შეურაცხყოფა, არც ტყუილი, არც უამრავი სიბინძურა, სიცრუე და რასაც ჩვენ გვესველებს, თუ არა ხარ თვითონ გასროლი, ის არ გეკრება და ეს ჩვენ ამას მალად ვიტანთ. ვისაც უნდა დაიჯეროს ტყუილები, შეუძლია დაიჯეროს ტყუილები. ამ რეზიდენციაზე ამოდი 2 წლის წინ სააკაშვილმა ჩაიდო ჯიბეში. წინადადის რეზიდენცია ნახეთ როგორ აღდგა და როგორ გაკეთდა, როდისმე კომუნისტებს გავსირავე გაუკეთებიათ რომელიც ძეგლის ფულ. და აი ნათელი მონუმენტი ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. და ასე ტყუილები იქნება დღეში 100 შეცილად. მე ხანდახან ეს ნორმალურიც არის. საქართველოს თავრობას იმდენი პრობლემა აქვს. და იმდენი შეცდომა აქვს დაშვებული და უშვებს შეცდომებს ყველა ჩვენ კანონების პირ ალბათ ყოველდღიურად, რომ მარტო მათი ჩამოთვლა რეალურად რომ დაიწყოს, ამა თუ იმ ოპოზიციის ან თუნდაც უმრავლესობის წარმომადგენელმა არ ეყოფა არც ერთი საეთერო დრო. მაგრამ ჩვენ როგორც წესი გვიტყავენ სრულიად სხვა კუთხით. ხანდახან გონია რომ უცებ რომ რომელიღაც რადიკალურმა მოღვაწემ შეამჩნიოს რომ საქართველოს თავრობა წყალზე ფეხით დადის, იტყვის რომ დადიან წყალზე გადიან ფეხით, იმიტომ რომ ცურო არ იციანო და ამაზე გავაკრიტიკებენ. ყოველთვის არა და გასაკრიტიკებელი არის ბევრად უფრო მეტი ვიდრე ეს. მაგრამ ამას ჩვენ ნორმალურად ვეკიდევთ. მე კიდევ ერთხელ მერე გამოიკვეთა სხვადასხვა ჯგუფები, გამოიკვეთა ისეთ ხალხი, ვინც უფრო რეალისტურად აფასებს სიტუაციას. საქართველოს ჩამოყალიბდა საშუალო ფენა, რომელსაც არაფერში არ აწვევს დესტაბილიზაცია. და ამან ყველაფერმა შეიძლება იმუშავა. რამდენიმე კვირა ამ ზიანი მოგვიტანა. ყველა ელოდა რომ მაინც იქნებ ესენი არ ხუმრობენ, განსაკუთრებით ამ მოძრაობებმა
გარედან შესული და პრინციპში 1-2 ოფიცრის გარდა ვერავინ ვერ იპოვეს მათ შეერაღებულ ძალებში, მაგრამ უკვე ესეც სერიოზული რისკის შემცველი იყო, მაგრამ რეალურად საგადასახადო აკრეფახთ მიდის ახლა ამოიქაჩა ისევ ინვესტიციებად დაიწყეს შემოსვლა, მაგალითად გაჩერებული იყო საავადმყოფოების ძალიან დიდი პროექტი ამ მომულენების მოლოდინში. 30-ის თუ 40 საავადმყოფო შელებობა იყო გაჩერებული, რომელსაც ხალხი ელოდება და საქართველოში აი ამ მომულენების გამო. კიდევ კარგი ბუშინცი მიღებული იქნა გადაწყვეტილება და ეს ფული შემოვა საქართველოს. ჯერეთ ხალხი დასახდება შელებობაზე და მე ჩვენ ექიმებს შეექმნათ უკეთეს პირობები და აღარ ლაპარაკობ პაციენტებს, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი დაცვა ექნება და ბევრი ასეთი რამ კეთდება და გაკეთდება კიდევ საქართველოში. მე ვიყავი დათოსთან დამასია ტყიბოში გავხსენით გამომდიდრებელი ქარხანა. ეს გამომდიდრებელი ქარხანა არ გეყოლოთ. მისი გამომდიდრებელი ქარხანა ეს არის ნახშირის გამომდიდრებელი ქარხანა და თუ ამ დროს იმაში ფულის შეldeb ბიზნესმენის გამდიდრება მას მხოლოდ მიესალმებით. იმიტომ რომ ადრე დიდ გამდიდრება ხდებოდა ასე. შალიკე რომელიც ერთ-ერთი აქტიური დამფინანსებელია სხვა შორის. ყველაფერი ამის რაც ხდება საქართველოში. მაშინ დადგა ესე ფარდული ყიბულის შესასვლელში ნამდვილი ფარდული ესე დიდი გადაფარებული უთხარო ეს არის ქარხანა მასში არაფერი არ იყო შეგიძლიათ დღესაც მიხვიდეთ ნახოთ და როგორც კი მეამერჩევ დეპუტატად ამას ავამუშავებ მე სოფელ მუხურაში რომელსაც ხო არასოდეს არ ქონდა გზა ტრაქტორებით გადაატარა ეს დიდი სოფელია ყიბულის რაიონში ტრაქტორებით ესე ვითომ გაასწორა და იმ მუხურის გზის გასწორებას ვეღარ აუდევით მე ისე არ ტალახა და გაუბედურო აგერ გოჩა კუპრავ კარგად სიტუაციებზე უშავდა ეკა და ამ სოლუსიით აირჩიეს რევოლუციას რომ მოესწრო შალიკიანი ბოლომდე შეჭამდა ტყიბულს და ტყიბულებს ეხა იქ არაფერი ცოცხალი აღარ გადარჩებოდა და ეხლა ესენი ყველანი ცდილობენ იქნებ რამენაერად უკანა კარებიდან ან ჩვენ არ ვიღაცის აში დარეულობით ან ერთი ჩვენი მეგობრის დახმარებით ისე უკან მოაჯდნენ ამ ყველაფერს მურას უკაცრავად საქართველო არის უკვე სხვა ქვეყანა სხვა რეალობა და ჩვენ ვართ უკვე სახელმწიფო თუ იმეს მოენადრა შევარდა და შეუძლია წანიშ მივიდეს და სტუმრად მოინახულოს და საქართველო არის ეს უკვე სხვა ეპოქაში და სხვა რეალობაში ცხოვრობს და არასდროს უკან აღარ დაბრუნდება მე ამას ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ რეალურად ეკონომიკა მიუხედავად ამ სტელობისა, რომ შეექმნათ ვირტუალური რეალობა, რომ ცუდად არის საქმე, ძალიან ასე თუ ისეს რაღაცაერთ გამოიცა ყველაფერიდან, ძალიან ჩქარა ჩვენ რო გავითარებთ რომ სოფლიო კრიზისია, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ, მინდა გითხრათ. საბანკო სისტემის სტაბილურობა, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ბანკებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ მეტი კრედიტი გავცეთ. ყველაფერი უნდა დავაკეთოთ ამისთვის საერთაშორისო და მინიმალური შიდა რესურსების მოხმარებით, რომელიც არსებობს. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ინვესტიციების შედება გაგრძელდეს. ხშირად ამბობენ, აი რა არის ეს ინვესტიციები? ვიღაც უცხოელები მოდიან და რაღაცებს ყიდულობენ. უცხოელი მოდის და ფულდებს იმაში, რომ საქართველოში ადამიანები დასაქმდნენ. ახლა ამას ცირად ვისმენდი როგორც ტელევიზორში ქართველები უნდა გადააქციონ მომსახურე ნაციად. აი აშენდა უზარმაზარი სასტუმრო ბათუმში, საუკეთესო თელშავის ზღვის რეგიონში. თელშავის ზღვის რეგიონში არცაც შავი ზღვა და შეიძლება სტამბულში F2 თანამედროვე სტამბული შავი ზღვა, მაგრამ არცაც სხვა არც რუსეთში, არც უკრაინაში, არც რუმინეთში, არც ბულგარეთში, არც თურქეთში შავი ზღვის პირეთში ეს დრაბი არ არის. და ნამდვილად ასეული ადამიანი მუშაობს იქ და ბოდიშვიხი და იტალიელები რომ მუშაობენ თავის სასტუმროში, ფრანგები რომ მუშაობენ თავის სასტუმროში, ინგლისელები რომ მუშაობენ თავის სასტუმროებში. და ჩვენ რო ჩავდივართ იქ. ამით რა ისინი ნაკლები ღირსება აქვთ მათ, ნაკლები სიამაყე აქვთ, ნაკლები ისტორიის ხალხი არიან თუ რაც ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ ეს ხალხი არჩევს საკუთარ ოჯახს და არ ვითარებს საკუთარ ქვეყანას. მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი თავარი ამოცანა უნდა იყოს ექსპორტის განვითარება. ამიტომ არის ზოლის შექმნა ქუთაისში და მინდა გითხრათ რომ აი ამ ვირტუალურმა სტელობებმა შეიძლება რამდენიმე კვირა ახაც დაყო კარგი იმედი ამას ყველაფერს ავინაზღაურეთ, მაგრამ აუცილებლად გაკეთდება ფოთში, აუცილებლად გაკეთდება და მუშაობთ აბაზე და უნდა შევძლებთ რომ მინიმალური დანაკარგებით გადავიტანოთ ეს სოფლიო კრიზისი. ჩვენ
კრიზისმა ჩვენზე მოახდინა ძალიან მძიმე გავლენა, მაგრამ კრიზისი ჯერ საქართველოში არ შემოსულა. კრიზისის ნიშნები მე თქვენ გეტყვით რა არის? გარდა მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა იქ. საბანკო სისტემის ჩამოსვლა, ვალუტის ჩამოსვლა, ჩვენი ვალუტა არის ძალიან მყარი და ეხლა იზრდება ლარზე მოთხოვნა. კრიზისის ნიშნებია, შეგიძლიათ წახვიდეთ ყველა, დაურეკოთ თქვენ ახლობელს უკრაინაში და კითხოთ. ორჯერ ნაკლები ქუჩა და მანქანა დადის კიევის ქუჩაში. კრიზისის ნიშანია, როცა პრაქტიკულად კაფეები და რესტორნები იქ ქვეყნებში დაცლილი. რა თქმა უნდა, ქსავსე რესტორნები და კაფეები ხალხის კეთილდღეობა არ იზოება. იმიტომ რომ ხალხის კეთილდღეობა პირველ რიგში არის იმ ძალიან დიდი ჯგუფის კეთილდღეობა, რომელსაც ჩვენ დავუპირდით, რომ გამოვიყვანდით სიღარიბით და ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ის ხალხი თბილისის ცენტრში კაფეებში და რესტორნებში რა თქმა უნდა არ დადის. მაგრამ და ეს არის ჩვენი მთავარი სამიზნე ამ ხალხს გამოყვანა. სწორედ ამიტომ ჩვენ წერას ყველა სოფელს მივეცეთ ხალხო ფული. ამასთანავე მიყვებოდა ჩვენი ერთ-ერთი გამგებელი, რომელიც იყო მოასწრო, იშვიათი გამონაკლისია ჩვენ თანამშრომლებში, მოასწრო ორჯერ აიკომის დილობა სამეგრელოში. ის იძახო და რა გვარია ეს? გუდაო ხო? ძალიან სიმპათიური კაცია. იძახოდა რომ რაც კეთდებოდა კომუნისტების დროს 5 წელიწადში ის კეთდება ეხა 1 წელიწადში სამეგრელოში. გზების თვალსაზრისით, წყლის თვალსაზრისით, ნახეთ კახეთში. კახეთში ხო ყოველთვის პრობლემა იყო წყლის, მახსოვს შრომიცემეში ვიყავი აქ მანავის მეურნეობაში. მე-9 კლასში. როგორი გაჭირობა იყო წყლის? ახლა ყველა სოფელში თითქმის გადის წყალი. მახსოვს გიალაცუშმა დაიწყო ჯერ კიდევ, ბევრი მუშაობით ამაზე და ყველა ერთად მუშაობთ ახლაც. გაკეთა, პეტრემ ძალიან ბევრი გააკეთა და ბუნებრივია დღევანდელი ჩვენი გუბერნატორი ხვინიაშვილი ძალიან ბევრს აკეთებს. მაგრამ მართლა საშუალება ეხა რომ საშურიშოდ საკითხი გადაწყვეტ. ფოთში, ხო თითქოს არაფერია, ფოთში თემე ცხოვრება წვივს. და ქალაქში სულ წვივს, არასდროს ხალი არ მოდიოდა უკანიდან. არ არის ადვილი საკითხი. ეხა გაუზარდეთ 4-ში წყლის მიწოდება და ყველა ძველი მინი სკდება, იმიტომ რომ მარტო ნახევარი გამოიცვალა ამ მინებს. ყველგან აი სადაც ხელს მოკიდენ, ყველაფერი მომპალია, ყველაფერი მოურყეული არაუშავს. შეიძლება ამის გადალახვა და გაკეთება. მაგრამ ამ ინფრასტრუქტურის განვითარებას რეგიონებში შესვლით, თუნდაც ამაცინათ ქობულეთში ერთ-ერთ სოფელში ავყავდა გზა და იქ ვნახეთ ასფალტის რაღაც ნიშნებია, როდესაც იქ ასფალტი იყო. მაგრამ თქვენ რამდენი აგებდნენ იმის გამო აქ ნიაღვარია 2 წელიწადში მიქონოდა. ადრე მithumetes ხარ, ჯერ საგზაოს უნდა მოეპარა ფული და ეხა ნიაღვარს ეხა ბეტონის გზადის. სამეგრელოში ხო თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ რამდენიმე სოფელი, რომელთაც ვაერთებთ ჩვენ გურიას და სამეგრელოს ახლა ერთ-ერთი გზით. გადის ყველაზე ნაყოფიერ მიწებზე ამ რეგიონში. და ასეთი ბევრი სხვა პროექტი, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს უმჯობესებს ან ცხოვრებას ან მინიმუმ უსუბუქებს ძალიან მძიმე ყოფას. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გაგრძელდეს და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ასე არის. რაც ეხება პოლიტიკურ პროცესებს, ეპიკროპ საქართველოში, ეპიკროპ სიმწიფე ჩვენი საზოგადოების პასუხისმგებლობის ძობა, სოლიდარობა ხალხის, სწორი შეფასება და რაციონალური მიდგომა საკითხებისადმი. უფრო შორს არის წასული, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა და ვიდრე ეს არის ძალიან ბევრ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ბოლო კვირეებში ჩვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად ქუჩის და ექსტრემიზმის პოლიტიკა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ბარდება წარსულს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის ხალხი მათ შორის რადიკალებს შორის, როგორც ვიმეორებ, რომელიც აფასებენ ამ სიტუაციას სწორად. არის ხალხი, ვისაც კონკრეტული ვალდებულებები აქვს აღებული, მათ შორის ფინანსური. და არა, როგორც ყველა ვიცით, ჩვენ კეთილმოსურნეებისგან. და რა თქმა უნდა, როცა ვალდებულება გაქვს აღებული, ის ხალხი ანგარიშად წარმოგიდგეს და ამიტომ მათ უკან დასახელი არაფერი არ აქვს, ამიტომ არ უნდა გაგუგურდეთ. მაგრამ ვისაც თავის ქვეყანა უყვარს და ვისაც ეს ვალდებულებები არ აქვს, ის წყულებით არ აქვს ვიღაცას დაჭერილი, ის რა თქმა უნდა იქნება დიალოგის და საერთო ასთა გაზიარების ნაწილი. იმიტომ რომ საკითხი რომ მე ასე მინდა და ფეხებს დაალბაკურებთ, ასე იქნება და ხო შედიაზე არ მაინტერესებს, აღარ მუშაობს, არ იმუშავებს. ფეხის ბაკუნით ქვეყნის არევა და იარაღის ბრაგუნითაც სხვათა შორის. არავის არ გამოუვა. მაგრამ მეორე მხრივ,
დავაგება დიალოგის ურთიერთგაცვლის ერთმანეთთან თვალების შეხედვის გზით. ეს არის ჩვეულებრივი რამ. ჩვენ მუშაობთ საკონსტიტუციო კომისიაზე. და საკონსტიტუციო კომისიის მიზანი ის კი არ არის, რომ რომელიმე შტო ხელისუფლების შეასუსტოს ან ვიღაც სამხრეთ გაძლიეროს. ჩვენ გვჭირდება ჩვენი სტელა ქვეყანას, რომელიც აქვს ასეთი გამოწვევები. გვჭირდება ძალიან ეფექტური საპრეზიდენტო ინსტიტუტი და მე ვამბობ ამას ადამიანი, რომელიც ბოლო საპრეზიდენტო ვადაში იმყოფება, ამიტომ ნამდვილად ამას ჩემთვის არ ვიმზადებ. გვჭირდება ძალიან ეფექტური საპრეზიდენტო ინსტიტუტი. გვჭირდება ძლიერი პარლამენტი, რომელიც ყოველდღიურად გააკონტროლებს ყველას დაწყებული, ყველა ადგილობრივ გამგებლით და დამთავრებული ყველა მინისტრით და პრეზიდენტის ადმინისტრაციით და გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ვითარდება საქართველოში უფრო ნელა ვიდრე ჩვენ ვისურვებდით, მაგრამ ნამდვილად ნელა ჩვენ იქითკენ მივდივართ. ყოველ შემთხვევაში გრთამებით საქმე უკვე რაღაც ყველა სასამართლოში და ჩვენ დავნიშნეთ ბევრი კომპეტენტური მოსამართლე, რომელიც ინსტიტუციურად არის დამოუკიდებელი. ოპოზიცია სხვა შორის არის ნაწილი უსტიცის საბჭოს და ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხალხის ღირსების საკითხი, ამ ხალხის პრესტიჟის საკითხია, რომ მათ დაიმკვიდრონ თავი როგორც დამოუკიდებელმა ადამიანებმა, რომლებიც შექმნიან სამართალს ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოველგვარი ზემო და მიწითებების გარეშე, სინდისის კანონით, კანონზე დაფუძნებით. და ეს ჩვენ ყველა მეტად უნდა ვიმუშაოთ კონსტიტუციაზე, გავაუმჯობესოთ კონსტიტუცია. ჩვენ და ვისწავლოთ არჩევნების ჩატარება, ხა როცა ვიდახთ, რომ აი ბოდით ხო ჩავატაროთ არჩევნები, ბოდიში ვიხდეთ, ჩვენ ხო დავწუხეთ, რომ რა არჩევნებიც არ ჩაატარო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ჯგუფი, რომელიც უყურს არ ვაღიარებ ცოცხალწევით არჩევნების შედეგს. ყველა არჩევანი, რომელსაც მე არ მოვიგებ, არ არის ნამდვილი. არ ვიცით რო ასეა. და რანაირი პოლიტიკური დაძაბულობის გამოხდები არჩევნები აღარ ლაპარაკობ იმაზე, რომ ფული უნდა დავხარჯოთ. ის რაც უნდა დაიხარჯოს ტრაქტორებზე, თველზე, ბევრ სხვა რაღაცას უნდა დავხარჯოთ პოლიტიკოსების კამპანიაზე, იმიტომ რომ ასეთი არის ჩვენი კანონები და ასე ხდება ხელისუფლების ყველა ინვესტიცია გაჩერდება. იმიტომ ყველა შეკეთოს თუ ეხა ერთ თვე სამ თვეში თავრობა იცვლება ისე, როგორც აი თებერვალში თქვენს უთხრეს, რომ აი თუ 9 აპრილს რაღაცა მოხდება, რა ვიცი, ეხლა დაველოდებით გავჩერდებით. მე ყველა გაჩერდება შემდეგი არჩევნების ბოლოდეში. და ამასობაში დრო იკარგება, ამასობაში ხალხს სამუშაოებს კარგავს, ამასობაში ელემენტარული შემოსავლის წყარო უწყდება ადამიანებს. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მოლაპარაკება იმაზე, რა არის ეს საარჩევნო სისტემა, როცა დავითვლი ხმებს და ვაღიარებ შედეგებს. მე საპრეზიდენტო არჩევნები მოვიგე 2:1 პროპორციით უახლოეს ვევართ. იმავე კვირებში სერბეთში ჩატარდა არჩევნები ძალიან დაპირისპირებულ ჯგუფებს, სადაც პრეზიდენტმა მოქმედება მოიგო 9%. და მე წინააღმდეგ გამოვიდა ზუსტად 1 საათში აღიარა თავის დამარცხება. და ჩვენ აღვჭირთ ესეთ ქართველ 2:1 პროპორციით მოვიგეთ. რამდენი წამლა ვილაპარაკოთ, რომ იქ სადღაც რანაირად გაყავდა ესე, რომ 500,000 ხმა ჩაყარა ვინმე და 700,000. და ნამდვილად გაყავდა არყოფი და ნამდვილად ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ყველა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო სამართლიანად. ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით სამართლიანად ჩატარებული არჩევნების ფასი და ყადრი. და ჩვენ ვისწავლოთ ამ არჩევნების ჩატარება, ამიტომ ვიძახთ, რომ შევგვცავთ საარჩევნო სისტემა, მათ შორის ადგილობრივი არჩევნების, გადმოვწიოთ აქეთ ადგილობრივი არჩევნები და ვნახოთ, აი ჩავატაროთ ჯერ ადგილობრივი არჩევნები. შევთანხმდეთ, რომ ეს შედეგები არის შედეგები, რაზეც ყველა თავხდეთ. მე შემდეგ ეტაპზე გადავიდე, მე ზუსტად ასევე როცა კონსტიტუციური ვადე მოუწევს ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები და ჩავატაროთ საპრეზიდენტო არჩევნები ამის შემდეგ უკვე და ნახავთ, რომ მაშინ როცა უკვე პოლიტიკური წინასწარ თანხმდებით, რომ აი ამ კონსტიტუციაში ყველა ვეთანხმებით, ამ საარჩევნო სისტემას ყველა ვეთანხმებით, ამ ყველანი თანხმობთ, რომ ეს დამკვირვებლები საკმარისია იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდეს, მერე პოლიტიკური პროცესის განმოწყისთვის და გასასაღებისთვის, რა თქმა უნდა, არჩევნებიც არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. მაგრამ იმ პირობებში, როცა არჩევნები უბრალოდ საბაბია იმისათვის, რომ ქვეყანა არიო და ბევრი ფული დაახარჯო, ეკონომიკა გააჩერო, საბაბი შექმნა იმისათვის, რომ კიდევ მეტი არეულობა შექმნა. ეს არ არის გამოსავალი არც ერთი პოლიტიკური სიტუაცია. ამიტომ ჩვენი ამოცანა დღეს არის შევჯერდეთ დიალოგის გზით, ჩავრთოთ ყველაზე რადიკალურ ჯგუფებიც და ყველაზე პატარა ჯგუფებიც კი საერთო პროცესში ყველას კონდეს გაცდა იმის კი, რომ ქვეყანას თუ გაწაუვა საქმე, მათ შეიძლება რაღაც კარგ რაღაცას გამოკრან ხელი. არამედ გქონდეთ, რომ რაც უფრო კარგად იქნება ქვეყანა, ყველა მათგანს აქვს მომავალი ჩვენი ქვეყნის საერთო მომავალში და საერთო განვითარებაში. და როცა ჩვენ ამ ყველაფერს შევცდეთ, გარწმუნებთ ჩვენი
თავარი ამოცანა შექმნა თანამედროვე ევროპული სახელმწიფო საქართველოში. კავკასიაში სადაც ვერასდროს ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლება სახელმწიფო შეიქმნას. თავარი კონცეფცია არა მხოლოდ რუსეთში ხო შეს. ბევრ დასავლურ ქვეყანაში იყო, რომ კავკასიები ყოველთვის ჩხუბები, ყოველთვის ესვრია თავარი პატარა იარაღი შეუხარო და ეგრევე გამოიყენებენ. აი და განსხვავება იყო ჩვენს და ბალტიისპირეთს შორის. ბალტიის რესპუბლიკებში, როცა რუსები შევიდნენ ტანკებით, მათი დამოუკიდებლობის გარიჟვერს. ეს სხვა სიტუაცია იყო, შევიდნენ და ძირდი ნაწილი იქ იდგა. მათი მებაჟეები შეიარაღებული იყვნენ რეზინის ხელკეტებით. მათ შეგნებულად იპიროდნენ, რომ წაეღოთ იარაღი, მათ არც არ მიაყავდნენ, არაფერი არ ჰქონდათ, რა უნდა ეკრა. მაგრამ შეგნებულად არ აიღეს იარაღი, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ იარაღს რუსები თავზე გადაატეხდნენ, იმიტომ რომ მართლა არ ჰქონდათ არც ეს სახელმწიფო თვითონ ბალტიელებს. მაგრამ მე ეს გერა გამოყენებული იქნებოდა შიგა ომისთვის, შიგა აშლილობისთვის, შიდა სამოქალაქო დაპირისებისთვის და ძმათაყურელი ომისთვის. საქართველოს ეხლა ყველაზე ნაკლებად ჭირდება ახალი სისხლი, ჩვენ საკმარისი სისხლი გქონდა, სისხლის ზღვა გქონდა. საქართველოს ჭირდება ერთიანობა, დიალოგი, კონსოლიდაცია და განვითარება. და ეს არის ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე. ამიტომ მე ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ამ მიმართულებითაც წასვლას. მაგრამ კიდევ ერთხელ მეუბნებ, ახლა მთავარი ჩვენი კონცენტრაცია სრულის საგარე არის ეკონომიკის პოლა. როცა ჩვენ მოვულით ეკონომიკას მინიმუმზე დავიყვანთ და უსაშინლესი და დამანგრეველი კრიზისის შედეგებს. როცა ჩვენ შევძლებთ შეუსუბუქოთ ჩვენ ხასყოფა, როცა ჩვენ წავალთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო შექმნისკენ, ეს არის ყველაზე სწორი გზა, მათ შორის საქართველოს გაერთიანებისკენ, იმიტომ რომ სახალხო თანამედროვე სახელმწიფო ბევრად მეტია შენდა მხარდაჭერა და ბევრად ნაკლები არგუმენტი შენი მთლიანობის წინააღმდეგ. შეყო. და მეორე სპე თუ შენ იშლები მარტი მომრავლებას, მე არც არავის არ უჩნდება სურვილი, რომ შენზე თავი გამოიდოს. და ამისათვის ჩვენ ის კი არ უნდა გვინდოდეს, რომ თავრობა გამოიყურებდეს კარგად და ოპოზიცია, თუნდაც ყველაზე რადიკალური ოპოზიცია გამოიყურებდეს ძალიან ცუდად. და მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოში ეს რადიკალური ჯგუფები უცხოური თვალით გამოიყურებენ უკიდურესად ცუდად. მაგრამ ეს ჩვენ არ უნდა გვიხაროთ. ეს ქვეყანაზე მეტყველებს ცუდად. არ უნდა გვიხაროთ, ეს იძახია, რომ არსად სოფლიოში ესეთი რამე არ ხდება. არსად სოფლიოში ასეთი ლოზუნგებით არავინ არ აწარმოებს პოლიტიკურ ბრძოლას. არსად სოფლიოში ასე არავინ არ ცდილობს ექსცესების შექმნას. რომ ეს არ არის ცივილიზაციის ნიშანი. ეს ჩვენ არ უნდა გვიხაროთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თანამედროვე ცივილიზებული, განვითარებული ევროპული სახელმწიფო მიუხედავად ყველა სიძნელისა. და ამას ჩვენ მივახცევთ, მათ შორის მუდმივი საუბრით, მუდმივი დიალოგებით, მუდმივი ერთმანეთთან ძების მონახვით და საერთო პოზიციების შეჯერებით. მე მინდა განსაკუთრებით ხადლობა უთხრა საპარლამენტო უმრავლესობას, იმიტომ რომ ყველამ ნახა, რომ როგორ მცდელობაც არ უნდა იყოს ილუზიის შექმნას კი ყევების და დესტაბილიზაციის. გათვლა იმაზე, რომ უმრავლესობის ერთიანობა შეირხება, გათვლა იმაზე, რომ მთავრობაში გაჩნდება ნაპრალები. ახლა მთავრობაში ყოველთვის იქნება განახლება და ყოველთვის იქნება, თუმცა საკადრო შემადგენლობა ძალიან დიდხანია, ძალიან სტაბილურობა და ეს სწორია. სულ ნახეთ გუბერნატორებიც ძალიან სტაბილურად დიდი ხნით მუშაობენ, უკვე აღარ არის ესე 3 თვეში ერთხელ, 5 თვეში ერთხელ უშრობდა ხალხი ექსპერიმენტებს რო პრინციპში დამთავრდა. ამ ხრივ ჩვენ ჭირდება და იყო ილუზია, რომ პოლიციაში მოხდებოდა განხეთქილება, იყო ილუზია, რომ ჯარში მოხდებოდა განხეთქილება და არ მოხდა, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებს, 2 და 3 ოფიცრი რამდენიმე ათასიდან არის ზოება, მით უმეტეს თუ ხა მილიონი დოლარი შესთავაზეს. და რა თქმა უნდა, $1,000,000 რო შესთავაზებ, შეიძლება 5,000 კაცში 1, 2, 3 გამყიდველი და ამას დახარბებული იპოვო, მაგრამ თავარია რომ ეს არავის არ გადაეცა. ასე რომ თავარი რაღაცა კიდევ ერთი აღარ გადაიარა საქართველოს, მე ვფიქრობ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული სახელმწიფო. ახლა ჩვენ ვართ პროცესში, ჩვენ შევხვდით სახელმწიფოებრიობა. კიდევ ერთხელ ვარ, არავის არ ჯეროდა რომ კავკასიაში ეს შესაძლებელია. კავკასია აგერ ვართ ჭავჭავაძეების მამულში. საუკეთესო შამილი დაამარცხა ამ მამულის მეპატრონი მათ შორის. მაგრამ ეს იყო ინსტინქტი, რომ კავკასიელები ერთმანეთს უნდა აჩხუბო, ერთმანეთს უნდა დაკლან, ერთმანეთს უნდა დაამარცხონ და ჩვენ კარგად ვიქნებით ამათ ბრძოლაში და გუბედურებაში. და ახლა დღეს ქართული სახელმწიფო თუნდაც ოკუპირებული ნაწილი
გამოიყურება ყველა ხალხისთვის ჩვენ გარშემო. როგორ იმედი და შუქურა მათივე მომავლის. ეს იცის ძალიან კარგად ჩვენი დაგრევის სრულობა და ამიტომ არ რჩება. იმიტომ კი არა რომ სააკაშვილი მაინდა-მაინც სააკაშვილზე გართულება. არამედ იმიტომ რომ იცის რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებას მთლიანად გარშემო განვითარებისთვის და ახალი რეალობის შექმნისთვის. ამიტომ ჩვენი ბრძოლა არ უხოთ დამთავრებულა. არამედ ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენი ბრძოლა მივა საბოლოო გამარჯვებამდე. მე ამაში ვარ აბსოლუტურად დაცულებული. ჩვენი ბრძოლის გამარჯვების ერთ-ერთი რეცეპტი არის ჩვენი ერთიანობა. და ერთიანობის პირობებში სწორი გზით სიარული, ერთიანობა დაფუძნებული გააზრებულ არჩევანზე, ესე კამათზე, ურთიერთშეჯერებაზე, არ დათანხმებაზე როცა არ ვთანხმდებით და შეიძლება არ უნდა დავთანხმდეთ, მე იცით. თქვენ ბევრი თქვენ ხარი ყოფილა ჩემ კაბინეტში და ძალიან კარგად იცით რომ მე არასდროს ეპიროვნულ გადაწყვეტილებას არ ვიღებ. ხანდახან და ბოლო ხანებში ხშირად ჩემ გარეშეც იღებენ გადაწყვეტილებას და ესეც ნორმალურია, ეს არ ნიშნავს რომ ყურადღება შემისურს და პირიქით ყველას ვახალისებ რომ აი იყოს ინიციატივა, მიიღონ გადაწყვეტილება, ეს არის სწორი. ყველა დონეზე ასე უნდა იყოს. და აი პირობებში ჩვენ აუცილებლად მივიღოთ ჩვენ საბოლოო ბრძოლას გამარჯვება. და არის ხალხი, ვისაც გონია რომ ჩვენ ხელიდან ჩამოუშვათ, შეურიდეთ წარე რეალობას, დავნებდეთ და ვიყოთ ერთ-ერთი მორიგი. მე არ მინდა ჩავასახელო რომელიმე ქოკანა და ვინმეს ვაწყენო. წარსულში ერთი-ორჯერ მომივიდა ასეთ შეცდომა. მაგრამ ყველამ თავის თვითონ შეუძლია გაიაზროს, ვიყოთ ერთ-ერთი მორიგი აი ესეთი. არ შემდგარი ქვეყანა და ჩვენ გვინდა რომ საქართველოს იყოს თანამედროვე ევროპული განვითარებული წარმატებული სახელმწიფო.